რკინიგზელთა კულტურის სახლმა სოხუმიდან დევნილი მხატვრის მაია ბიწეძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა. ახალგაზრდა მხატვარმა დამთვალიერებელ სხვადასხვა თემატიკაზე შესრულებული 20-მდე ფერწერული ტილო წარუდგინა. გამოფენას მუსიკალური პერფორმანსი ახლდა, რაც ერთობლიობაში შემოქმედის შინაგან განცდებს და ემოციებს გადმოსცემდა. ახალგაზრდა მხატვარს არ უყვარს საკუთარ შემოქმედებაზე საუბარი. მისი მეგობრები და კოლეგები კი მხატვრის ინდივიდუალიზმზე საუბრობენ. გულოცავ მაიას დღევანდელ დღეს, რაც შეეხება მის ნამუშევრებს, ჩემთვის განსაკუთრებულია, იმიტომ რომ არ გავს სხვას, არის მისი შინაგანი სამყაროს და ემოციების ერთგვარი ვიზუალიზაცია. ვფიქრობ, რომ ეს მუსიკაც ძალიან უხდება და რაღაც მხრივ, მუსიკალურ სფეროში არის მისი ემოციების ვიზუალიზაცია. ძალიან მიხარია ჩემი შვილიშვილის წარმატებები. ეს პირველი გამოფენა არ არის მისი, მაგრამ მასშტაბური, როგორც მასშტაბური გამოფენა პირველი არის ისე სამხატვრო აკადემიაში ჰქონდა რამოდენიმეჯერ გამოფენა და წარმატებით ჩატარდა.